როგორ ხარ შემოკარგებო? გილოცავთ ლამაზის დღესასწაულს და აგვისტოს დადგომას, ბედნიერებას, სიხარული წარმატება, ბარაქა, ნაყოფიერება მოეტანოს. არ დაგავიწყდეთ დღეს სანთელის დანთება, მადლობა უთხარით მზეს, უფალს, სამყაროს იმისათვის, რომ არსებობ. გყავთ ოჯახი, გყავთ საყვარელი ადამიანები და რომ არსებობთ. წინაპრებს უთხარით მადლობა, მოიხსენეთ თქვენი გარდაცვლილები და წინიარეთ. ახლა კი ექსპრეს გაშლა საკურასგან რა გელოდება აგვისტოს თვეში. მოდი ნახოთ რა გელოდება ჩემო კარგო. ჩაისუნთქე, ამოისუნთქე, შეახსენე შენს თავს, რომ რისთვის ხარ გაჩენილი? ხო, ბედნიერებისთვის, ზუსტად ამისთვის. ახლა მოდი შენი დრო. რას მოგიტანს აგვისტო? რას დასანგრევია დაინგრევა იცოდე. ძალიან ქაოსური თვე იქნება. ვინც წასაცვლელია წავა, რაც დასანგრევია დაინგრევა. ზუსტად სწრაფად მოხდება, ბასრად მოხდება, მაგრამ შენთვის საჭიროა. სტაბილურობა შემოაშენს ცხოვრებაში, სტაბილური ურთიერთობა, სტაბილური შემოსავალი, ფინანსებთან დაკავშირებით ბევრად უკეთესი შემოსავალი გექნება, აი პროგნოზი, რასაც ქვია პროგნოზი. აგვისტოსი იქნება გაყოფილი ორად. ვიღაცას ექნება სტაბილური ურთიერთობა, ვიღაცას დამატებითი შემოსავალი, ან სამსახურს რაც შეეხება, იქნება სტაბილურობა, მყარი ფუნდამენტი. ეს იქნება, როდესაც გაქვს გარანტია ხვალინდელი დღის და ზუსტად იცი. ნაკლები საზრუნავი. გაფაქიზებული იქნები შინაგანად. ვიღაცა მოემზადოს ურთიერთობისთვის, ვიღაცისთვის წარსულიდან დაბრუნდება ადამიანი. კარგად დაფიქრდი, გიღირს თუ არ გიღირს. მოკლედ, ვიღაცისთვის ეს იქნება მოკვეთა და სრული ტრანსფორმაცია და სიახლეში წასვლა, ვიღაცისთვის ეს იქნება ურთიერთობის საწყისი და ვიღაცას საყვარელი ადამიანი დაუბრუნდება წარსულიდან. რა გჭირდება შენ ამ ეტაპზე? სიმშვიდე. შინაგანი სიმშვიდე, დაისვენე, მოდუნდი, ვისაც მედიტაცია გიყვართ. კი ბატონო, ილოცეთ სანთელი დაანთეთ, ისეირნეთ. დღეს ძალიან კარგია გადით ბუნებაში, აღივსეთ ამ ენერგიით. მიიღეთ D ვიტამინი. უნდა მზად იყოთ ცვლილებებისთვის. ენერგია გჭირდებათ, შინაგანი სიმშვიდე. ალბათ თქვენ იცით, მომავალ შეხვედრამდე.